ეს იყო ზურაბ წერეთლის პირველი ჟურნალისტური მცდელობა. ვიცე-პრემიერისა და თავდაცვის მინისტრის სატელევიზიო დაპირისპირებამ, შემდეგ ასევე სატელევიზიო შერიგებამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ფაქტია, აქამდე ასე ღიად ერთიან სახელმწიფო გუნდში უთანხმოება არ ყოფილა და ეს მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაციიდან თითქმის 1 წლის თავზე ხდება. რა არის ეს? მართვის პრობლემები, პრეზიდენტის ორბიტაზე მყოფი დაჯგუფების დაპირისპირება თუ უბრალო ერთჯერადი არაპროფესიონალიზმი. ეს სულ მალე გამოჩნდება. მანამდე კი ნინია კაკაბაძე იმ შენიშვნებით, რომელიც პრეზიდენტის მისამართით დააგროვდა გასული 1 წლის მანძილზე. შესაძლოა ეს და ადრევე კითხავდა უფრო მკაფიოდ მისი დასმა პირველი ვადის ამოწურვისას იქნება საჭირო, მაგრამ დღესაც ქვეყანაში სადაც პრეზიდენტის სახალხო პოეტების მუზა გახდა, ადგილი კრიტიკისთვისაც რჩება. 1 წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ახალი პრეზიდენტი მისი ინაუგურაცია სწორედ ამ ადგილას გაიმართა. 1 წლის შემდეგ ჩვენ ვსვავთ კითხვას, რა შენიშვნები გვაქვს საქართველოს ახალ პრეზიდენტთან და მის საპრეზიდენტო მმართველობასთან. მას ჰქონდა მართლაც სიტყვები არ მიყვარს საერთოდ, მაგრამ მართლაც ისტორიული შანსი, რომ ამ ქვეყანაში რაღაც ძველბიჭური, მეგობრული, ნათესაური მენტალიტეტიდან ადამიანები უფრო მოქალაქეური მენტალიტეტზე გადასულიყვნენ. ამისათვის ძალიან მინიმალური პირობები უნდა დაკმაყოფილებულიყო და პირველ რიგში ეს უნდა ყოფილიყო პრეზიდენტის ყოველდღიური თუ ყოველკვირეული, ყოველთვიური ბრიფინგები, რომელსაც ის გვანებიერებს, სადაც ტერმინოლოგია და მოსახლეობასთან საუბარი სხვანაირი იქნებოდა, სადაც იგი ძირითადად ისაუბრებდა თანასწორობაზე, არადისკრიმინაციულობაზე, კანონის უზენაესობაზე. საუბრობენ იმის შესახებაც, რომ პასუხისმგებლობა თანაბრად უნდა გადაინაწილოს სახელმწიფო გუნდმა, ვინაიდან სწორედ უმრავლესობის ეს გუნდი მართავს დღეს სახელმწიფოს. მე ნამდვილად ვერ ვხედავ ამ მთავრობაში ადამიანებს, რომლებიც დამოუკიდებლად იღებენ გადაწყვეტილებას. პრეზიდენტმა საბედნიეროდ იცის ძალიან კარგად ყველაფერი და სამწუხაროდ მისი ხელდასმით, ან მის მიერ განხორციელებული პოლიტიკის უშუალო გაგრძელებაა ის ყველაფერი, რაც ხდება. რაც ჩვენ ტელეეკრანებიდან გვესმის, ვისგანაც არ უნდა იყოს ის ნათქვამი, რიგითი სოფლის გამგებლიდან, მინისტრით დამთავრებული, ყველაფერი არის ანარეკლი იმისი, რასაც ერთ წელს განმავლობაში ჩვენ ვისმენთ პრეზიდენტისგან. თუმცა პრეზიდენტის გუნდის წარმომადგენლები პასუხისმგებლობას არ გაურბიან და შენიშვნებს არამხოლოდ მისი მისამართით გამოთქვამენ. მასთან ცალკე მარტო ერთთან შენიშვნა არასწორი იქნებოდა საკითხის დასმა, იმიტომ რომ ერთი კაცი არ მოდის მარტო ხელისუფლებაში მოდის მთელი გუნდი. მთავარი შენიშვნა არის სასამართლოსთან დაკავშირებული შენიშვნა, რომ ჩვენ დაგვაგვიანდა ამ მიმართულებით სიტუაციის შეცვლა. თუმცა ყველა დაშვებულ შეცდომას თავისი გასასამართლებელი ობიექტური და სუბიექტური მიზეზები აქვს. შეცდომას აუშვებს ის, ვინც არაფერს არ აკეთებს. თუ რამეს აკეთებს, შეცდომები ამას თან იზრდებს. განსხვავებული შენიშვნები აქვს კულტურის სამყაროს წარმომადგენლებს, მაგალითად ის, რომ საქართველოში პრიორიტეტული არ არის თანამედროვე ხელოვნება და აქცენტები უფრო შუა საუკუნეების მონაპოვრებზე კეთდება. პრეზიდენტი ჯანმრთელი კაცი არის, აბსოლუტურად ჩამოყალიბებული, მოგეწონება ის, რაც ხდება დღეს, ხო? ამაზე ლაპარაკი. ამ თვალსაზრისით მე მგონია, რომ ის მიიღებს ყოველ შემთხვევაში თუ ამ წუთას ის ბოლომდე ვერ იზიარებს ამ მოსაზრებებს ჩემსაც, ის ამ მოსაზრებებს 2 წელიწადში მაინც გაიზიარებს, იმიტომ რომ უბრალოდ საქართველოს არ აქვს სხვა გზა, ეს აღარ არის მარტო პრეზიდენტის დემონებაზე დამოკიდებული, ეს არის მთლიანად მოთხოვნილება ქვეყნის, რომ ის გახდეს უფრო თანამედროვე. ეჭვქვეშ არც მის გემოვნებას აყენებენ. უმრავლესწილად ქართული ესტრადის დაუშვათ პროცენტულად 80%, ეს არის უბრალოდ ანომალია, ეს არ არის არც მუსიკა, არც ტექსტი, ეს არის უბრალოდ როგორ გითხრათ, ცუდი დალე გემოვნება, არ ამგონია რომ პრეზიდენტს ეს მოწონდეს. ძალიან მიყვარს თანამედროვე ქართული ესტრადა. მაგალითად ძალიან მიყვარს უცნობი ჩემი მეგობარი მე ძალიან მომწონს რამდენიმე კლიპი მაგალითად აჩი მეფარიძის აი ამ სინათ უყურებდი ამსტერდამში გადაღებული კლიპი სასიყვარულო ისტორიაზე ლელა წუწუბია ძალიან ნიჭიერია.
ნებისმიერი პატარა თუ დიდი ქვეყნის ლიდერისათვის მრავალი საცდური არსებობს. ხან თავარი რაც ყველაზე მეტად არ მომწევს არის ის რომ პრეზიდენტი არ უნდა იყოს მონების გვერდით. მონები არიან ძალიან საშიშები და ეს ალბათ მან ჩემზე უკეთ იცის რომ მონა შენ დღეს ქმნის კერპს, მაგრამ სწორედ ეს მონა იქნება შენი მთავარი მტერი. მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტი არის მესია, რომელიც გადასარჩენად მოევლინა ამ ქვეყანას. საზოგადოების ნაწილი მისგან ქმნის კულტს. როცა მას უძღვნიან ლექსებს, როცა მის პორტრეტებს კიდებენ და კიდე ის ვერ ხედავს რაღაც სიტყვას ამბობს და უკან მისი პორტრეტი კიდეა. რა თქმა უნდა ის უნდა მოუბრუნდეს და უთხრას ამ ადამიანებს ჩამოხსენით ჩემი პორტრეტი და ან უბრალოდ გაწითლდეს, როდესაც მას ლექსს უძღვნიან, შერცხვეს. სამომავლო ედენის ოქროყანად გაშლილო გულს მალამოდ გვედები მიშა სააგაშვილო შენ ხარ ოქროს აკვის ყრმა ანგელოსთან აზარდი დედაერის გულის თქმა ფარი და მუზარადი ეს სიუჟეტის ერთი გმირი, რომელიც თავად იყო ერთ-ერთი შენიშვნის ავტორი, კურიერის კითხვებს უპასუხობს გიგა ბოკერია, პირდაპირ ეთერში საღამო მშვიდობის ბატონო გიგა.